ქუთაისში ავარიული შენობები მრავლადაა, ამიტომ ყოველი ქარიანი დღე მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ავტოქარხნის დასახლებაში ბუკიას ქუჩაზე 8 ნომერი კორპუსი ექსპლუატაციაში 1971 წლიდან შევიდა. ძველი ბინის სახურავებზე დღემდეა შემორჩენილი საკვამურის ნარჩენები. ბინათამხანაგობის თავმჯდომარე ლია ადამია ამ პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოველი ქარიანი ამინდი მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს. 2012 წელს მივიღეთ გადახურვის მასალა მთლიანად ბინაზე. ასევე გავაკეთეთ სადარბაზოები, მაგრამ ამ ეტაპზე არის საკვამურები დაზიანებული, ეს აგურები ცვივა საკვამურებიდან ქარის დროს იშლება და ჩვენ რაც შევძელით, ახლა ჯერ საშიშიც არის, ახლა ვიღაცა ვინც არ იცის, რომ იქ ავიდეს და გააკეთოს რაღაცა, ხო? შესაძლებელია, რომ ვინმეს დაეცეს და გამოიწვიოს რაღაც. ბუკიას ქუჩის 7 ნომრის ბინათამხანაგობის თავმჯდომარე მაგული ნინოა ამბობს, რომ მათ შესაძლოა საფრთხის თავიდან ასაცილებლად პარაპეტებზე თუნუქის მასალის გამოყენებას ტოლი არჩიეს. პარაპეტებზე ტოლს ვაკრავთ ჩვენ და ვაკეთებ. ტოლით ვხურავთ ყოველთვის, უფრო მირჩევნია ტოლი იყოს, თუ აახებს იმას ქარიქე, მაინც ტოლი იქნება და თუ გადმოვარდება ადამიანს არ მოკლავს და ის ჟესტი შეიძლება მოძვრეს და მოხდეს დაზიანება. მაგული ნინოა ამბობს, რომ აუცილებელია გამოიყოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც პერიოდულად ქალაქში სახურავების მდგომარეობას შეამოწმებს. მე თხოვნა მაქვს მოვიდეს სპეციალისტი დაათვალიეროს, გააკეთოს შეფასება და იმის მიხედვით გვითხრას, რომ აქ ეს აუცილებელი და საჭიროა და მეც იმაზე გავაკეთებ განაცხადს. აუცილებელია თვითონ გამოყონ ამაზე სპეციალისტი და გააკეთონ ამისი აღრიცხვა. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ სადარბაზოების ეზოების ესთეტიურად მოწყობაზე უფრო მეტი განაცხადი შედის მერიაში, ვიდრე სახურავების პარაპეტების შეკეთებაზე. მისი თქმით, გასულ წელს პარაპეტების შეკეთების მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ 6 კორპუსის წარმომადგენლებმა მიმართეს. 10% რაც იყო საერთო ღირებულების, 90% ჩვენ ვაფინანსებთ და მათი პარაპეტების სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. მიმდინარე წელსაც თუ კი იქნება მსგავსი შემოთავაზება, ყველანაირი ბიუჯეტის მიუხედავად რამდენიც არ უნდა იყოს შემოთავაზება პარაპეტებზე, განსხვავებით სხვა პროგრამებისა, ჩვენ შეგვეძლება ყველა წინადადების დაკმაყოფილება. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ სამუშაოები მოსახლეობის მიმართვის შემდეგ სრულდება. არ შეგვიძლია რომ ამხანაგობა ვაიძულოთ, რომელი პროგრამა გააკეთოს და იცულებით გავაკეთებიოთ ეგ სიტუაცია. ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ, როცა შეიძლება როგორც ყველაფერს ამასაც თავიდან გქონდეს წინააღმდეგობა, მაგრამ შეიძლება წავიდეთ იმ გზით, რომ გარკვეულ პროგრამების შესრულებაზე უარი უთხრათ ამხანაგობას მანამ სანამ არ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც საფრთხის შემცველია. სამშენებლო მასალის დაცემის შედეგად ქალაქში უკვე 2 მოზარდი დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ კი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ჩამოვარდნილმა ბათქაშმა 12 წლის მოზარდი შეიწირა. 1 წლის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე სახურავიდან ჩამოვარდნილმა მასალამ 4 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ მომხდართან დაკავშირებით პასუხი არავის უგია. სანამ ქალაქში ავარიული სახლებისა და მრავალბინიანი შენობების სახურავების მოწესრიგება სრულად მოხდება, მანამდე მოსახლეობას საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავად მოუწევს.